საქართველოში სოფლის მეურნეობის 10 დარგმა გაუძლო მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პირობებში გარე ბაზრის ზეწოლას. ერთ-ერთი მათგანია მეფუტკრეობა. ახლა სოფელ პატარა ჭიხაიში ვიყოფილ და საქართველოში ერთ-ერთ მთავარ მეფუტკრეს, ბატონ თემურ გოგობერიძეს ვეწვიოთ. აქ მშვიდობა, გამარჯობა ბატონ თემურ. მშვიდობა მოგწევთ მათმა. ერთუց ახლა დედას დავიჭერდა. ესე იგი როგორც ვთქვათ, თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორი ამინდია, ნაცნობარია თუ წვიმს. სამწუხაროდ მედედეობაში და რძის აღების დროს არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამით უყურო. მარტო თაფლი რო იყოს, ის კი ბატონო. აი ახლა დედა გვიჭირავს, ამას დავნიშნავთ, როგორც თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს. მეფუტკრეობაში არ მეგონა მეფუტკრეობაში მარკერს კი ეს სპეციალური მარკერები არის დედების დასანიშნად და იმისთვის რომ წელი განსხვავებული იყოს იწყება 0 წელი არის თეთრი ფერის აი შარშან თეთრი ფერი იყო ეს თეთრი ფერის მარკერი არის წელს არის ყვითელი ესე იგი მარკერი გამოიყენება რომ უფრო ადვილი შესამჩნევი იყოს ეს დედა და თან პლუს დედ იცოდე რომ ეს წინა წლის დედაა თუ და ან თქვენ რო იყიდეთ ის დედაა თუ უკვე შეცვალეთ ქართული ფუტკრის რამოდენიმე ქვეჯიში არსებობს სვანური იმერული მეგრული აფხაზური გურული სახესხვაობების და ჩემი შეტყობით ერთ-ერთი კარგი ეს სვანური აღმოჩნდა, იმიტომ რომ მაღალი კვერცხლებლობა ახასიათებს ძალიან თვინიერი, აი მიუხედავად წვიმისა და იმისა, უპირბადოდ მუშაობ თითქმის მე ყოველთვის იმასთან ფუტკართან. იშვიათ შემთხვევაში ეს კი ცუდი მაგალითია. ჯობია რომ პროფესიონალს ყოველთვის ეხუროს პირბადე, მაგრამ იძლევა ამის საშუალებას ფუტკარი. აი ახლა ამათ გამყოლ ფუტკრებს ჩავუსვამთ, რამოდენიმე წელს ეს ფუტკრები დედას ყვებავენ გზაში, ულიან, იმიტომ რომ დედა მუდმივად ღებულობს ფუტკრის რძეს. და აი ეს ფუტკრის რძე მუშა ფუტკარმა უნდა გამოიმუშაოს თავისი აი ზედაყბის და ხახის ჯირკვლებისგან. საკვები შეიძლება კი კონდეს დედას თქვა აი ყანდის სახით, მაგრამ დიდხანს ვერ გადლებს. მაქსიმუმი 1 დღე გაძლოს მუშა ფუტკრების გარეშე. და აი ესეთ გალიაში ლიტერატურაში არის აღწერილი, რომ 2 კვირას შეიძლება გზაში იყვნენ და მე მქონდა ერთ შემთხვევა ჩინეთში გავაგზავნე და 4 კვირის შემდეგაც კი 72 თუ 75% ცოცხალი ჩავიდა, რაც მართალი გითხრათ ძალიან გაკვირვებს, მე თვითონ ძალიან გამიკვირდა. როგორ გამოძროს აქედან და ხაში რამდენი მუშა ფუტკარია და ზოგადად საინტერესოა, საერთოდ რამდენი ოჯახია საქართველოში? საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 250-300-ია ჩვენი ასოციაციის მონიტორინგის შედეგად. სკათავს საქართველოს პირობებში დაახლოებით ითვლება რომ 10-12 კილო. თუმცა ჩვენი სტატისტიკური დეპარტამენტი კიდევ უფრო ნაკლებს იძლევა იმას საშუალო ფუტკრის ოჯახების რაოდენობას 5-7 კილოს გულისხმობს ხოლმე. თუ გნებავთ ეგ შეიძლება იძლევა საშუალებას რომ ეს ჩამოიწიოთ აი ესე, მაგრამ ჯობია რომ მაინც პირბადე გქონდეთ. თუმცა მიუხედავად ამისა რომ ეს საკმაოდ წყნარი ფუტკარია. სიფრთხილეს თავი არ ტკივა. მით უმეტეს ახლა პროფესიონალს რო უკმეს, თქვა 1 და 2 ეს დიდი ის არ არის, რა ქვია, დანაკლისიდან შესაფუძხუნებელი იმისთვის და დილეტანტისთვის ეგ საკმაოდ ტკივნეულია. მეფუტკრეობრივ დაინტერესებულმა ადამიანმა, დამწყებმა როგორ უნდა დაიწყოს? აი რას უნდა დაგინის კიდე. ყველაზე მინიმუმი არის რომ 2 სკამაინს უნდა ყავდეს, 2 ფუტკრის ოჯახი. ეხლა და ყველაზე მაქსიმუმი არის 4-5. ეხლა რატო? თუ თქვა ვერ გააგრძელა მატერიალური დანაკლისი ცოტა ექნება და მაგრამ 2 იმიტომ არის საჭირო რომ დაინახოს რომ ეს ბიოლოგიური ორგანიზმია და 1 ფუტკრის ოჯახი შეიძლება გადასარევი იყოს. მაშინ ცდარი შეხედულება მე რომ ეხლა 100 მქონოდა, აქედან 20 კილო თაფლი ავიღე, ამდენ ტონას ავიღებდი და გამდირდები და 10 შემოხარებო. და თუ ცუდი ოჯახი შეხვდა, სულაც არაფერი იქნება, არიქა გადავყევი, ამდენი წამალი დავახარჯე, ამდენი დამკვირდა და შემოსავალი სულ არის. ამიტომ უნდა დაინახოს, რომ ესე იგი ეს განსხვავებულია და შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც.
აი ეს ბიოლოგიური ისევე როგორც ძროხა, შეიძლება ერთი 5 წლით იწველებოდეს და მეორე 15 წლით. ამიტომ არის საჭირო რომ ის. ეხლა საქართველოში უმეტესი მეფუტკრეობა თაფლის ამოღებისთვის თითო ჩარჩოს იღებს ხოლმე. მე აი ესეთი პატარა ჩარჩოები მაქვს, ეს ძალიან ამარტივებს იმას რა ქვია, მუშაობას. ესეთი მტვერსასუთით ან ჰაერის ვენტილატორი ძალიან მარტივად შეიძლება გამოყრადოთ თელი პროფესიონალი მეფუტკრეობა ამჟამად იმას იყენებს. უფრო მეტი ზურგზე ასაკიდებელი არის საზღვარგარეთ მე სამწუხაროდ ჯერ ვერ ვიშოვე. იმითი მე ბაღში ფოთლებსაც იმას ხვეტავენ ხოლმე და ფუტკრებსაც იმათ. აი თქვენ თვითონ ნახავთ რომ ამას 2 წუთი ჭირდება მთელი კორპუსი რომ გათავისუფლდეს. ატარეთემურ ერთი ოჯახი რა ღირს? ერთი ოჯახი დაახლოებით 200-250 ლარის მახლობლად ეხლა. თუმცა სეზონის მიხედვით ფასები იცვლება. აი ახლა უფრო მეტად რო იმასაც შეგვიძლია შემოატრიალოთ და კიდე მეორე მხრიდანაც კლიანად რომ გავანთავისუფლოს სიტყვი. ხო, იმიტომ რომ ზოგი აი ახლა მიუხედავად წვიმიანი ამიდისა, ეს კორპუსი უკვე თავისუფალი არის ფუტკრისგან და პირდაპირ ისე რომ მიწეპებული არ ინძრევა, თაფლი არ დაიქცევა არაფერი, შეგვიძლია ჩავდოთ მანქანაში და ტრანსპორტირებისთვის მზად არის. შემარჩმენეს ფუტკრება და თანცხვერზე მეკმინეს. მაგრამ არა უშავს, ეგ ჩვეულებრივი ამბავია მეფუტკრისთვის. ჩემი სკები სულ ყველა არის სპეციალური ნარიმანდის გარეშე. თანამედროვე მეფუტკრეობისთვის, აი სამრეწველო მეფუტკრეობის სკები ძირითადად ესეთი უნდა იყოს. ისინი ძალიან ადვილად იხდება, ადვილად ეხურება. ეს სკები სულ ყველა მიუხედავად ცუდი შესახედავებისა, სახმარი ღირებულება ძალიან მარტივი არის. აი ახლა ის მაგალითად აი რომ ნახოთ იქ цаრიელია. ეს ორი სკა არის ერთ მეორეზე გადაბმული. აქ არსად ამ სკას თუ შეწევთ, თორე ისე ღარი არ არის დარჩენილი. და ეს რომ მოხსნა და ახლა მეორეს რო დავახურო, პრობლემა არ იქნება, ერთი მეორეს ძალიან ადვილად ეხურება. იმ დროს, როდესაც თანამედროვე იმას თუ აიღებთ ნარიმანდიან სკებს, ყოველთვის ვერასდროს ვერ მოარგებთ. იქ 2-3 ზედაპირი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ეს ძალიან აძლევს მეფუტკრეობის მუშაობას. თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობა უნდა იყოს რაც შეიძლება ჩატე და მარტივი სკები და აუცილებლად უნარიმანდო. 12 ჩარჩოიან სკებს უკვე ნაკლებად იყენებენ და ჩვენთან კიდე სწორედ დადანის 12 ჩარჩოიანი და თან ნარიმანდიანი სკები არის გავრცელებული, რომელიც ძალიან ცუდია. მაგის მაგალითი აი ეს ეგერიქეთ. ის წვანეთ შერევილი სკა არის სრულიად უარგისია. ესე იგი ვარგისიანი სკები. ჯამთელი ოჯახი და ყველა ის რაღაც საჭირო ნივთი დამწყებისთვის ეს ყველაფერი ფინანსურად რამდენი დაждდება? მეფუტკრეს დიდი მატერიალური დანახარჯები არ აქვს ხოლმე. ჩვეულებრივად ძირითადი არის ის ფუტკრის ოჯახები. დაახლოებით ეს 200-250 ლარად შეიძლება რომ შეიძინოთ. საბოლებელი ასტამი და პირბადე, რომლებიც აუცილებელია უნდა კონდეს, ახლა მანდამაინც ძვირიად ღირებულ თაფლის საწურზე ან სხვა იმებს არც არ არის. სულ 40-50 ლარი ღირს თავისი მავთულიან ერთიანად რო გააკეთოთ და ეს არ არის დიდი დანახარჯი. აი ეს არის სულ ძირითადი დანახარჯი. მართალია თვითონ ფუტკრის ოჯახს კიდე დამატებით ჭირდება ან თაბარობა, ან წამლები. წამლები დაახლოებით 4-5 ლარის ჭირდება ერთ ფუტკრის ოჯახს წელიწადში, მთელი სეზონის განმავლობაში. ყოველი გადამთაბარება თუ ახლა ცოტა ჭკვიანურად არის მოფიქრებული და შესაბამისი ისეც ტრანსპორტის ნაშოვნი 5-დან 8 ლარამდე ჭდება. გააჩნია მანძილს და რამდენად ფთა და ცუდია და სპეციალური მანქანები ჭირდება თუ არა. ბატონო თემურ, საინტერესოა. ფუტკრის ოჯახიდან დაწყებულ რო დავიწყოთ, თავის ყველანაირი ხელსაწყოთი დამთავრებული, ეს ყველაფერი სად შემიძლია რომ შევიძლია? ჩვეულებრივად სპეციალური ვეტაფთიაქებია, რომლებიც მედიკამენტებსაც ყიდიან და იმათ აქვთ ეს ინვენტარიც. თქვათ ნავთლუღის ბაზართან სიახლოვეს, მეტრო დიდუბის სიახლოვეს, რამოდენიმე ვეტაფთიაქია, რომელშიც მეფუტკრეობის პროდუქციაც იყიდება, აი ეს ინვენტარიც იყიდება, იმათაც აქვთ ინფორმაცია, რომ ვინ ყიდის მეფუტკრეობის მიაქვთ, თქვათ ვინ აპირებს ფუტკრის ოჯახის ყიდვას. შარშან საკმაოდ მძიმე წელი იყო.
იყო მეფუტკრეობის. კი, სამწუხაროდ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ საფუტკრე ფაქტიურად 0-ზე დარჩა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო ცუდი მკურნალობით. იმ დაავადებების, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არის. მარტო აქ კი არა, მთელ მსოფლიოში არის ეს პრობლემა. დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები იღუპებიან. ერთი აუცილებელი არის ვარვატოზზე ბრძოლა. ჩვენი მეფუტკრეები როგორც ყოველთვის აგვიანებენ, როგორც კი თავს ამოიღებთ აღმოსავლეთ საქართველოში ივნისი, ივლისი, იქვე აი ამოღების დროს მე მაგალითად თავს რო ვიღებ, იქვე მაქვს გამზადებული სამალი, რომელსაც ვარვატოზის წინააღმდეგ თქვა იქვე ვაძლევ. და ასევე ესპანელი მეცნიერების შრომა იყო ბოლო, რომელიც ირწმუნება, რომ ნოზე მაცერანა არის აი ამ ფუტკრის ოჯახების მასიური დაღუპვის მიზეზი. ახლა ჩვენ ჩავატარეთ ჩარშან ცდები და ყოველ შემთხვევაში არც ისე ურიგო შედეგი ქონია. იმ ნოზე მაცერანას საწინააღმდეგო წამლის მიცემული სკების თითქმის 90% გადარჩა. როგორ უნდა მივხვდეს? დამწყები მეფუტკრე, რომ ფუტკარი დაავადებულია. ფუტკარი რო ერთი ის რომ სკაში ფუტკარი მცირდება. მეორე ის რომ ეს ნაწილი ფუტკარი გარეთ ცვივა და ამის მიხედვით შეიძლება ასკოსფეროზი მაგალითად პირდაპირ გარეთ გამოყრიან ხოლმე თეთრად მუმიფიცირებული ფუტკრის ბართხს, მაგრამ მაინც უფრო უკეთესია ან გამოცდილ მეფუტკრეს ანახოს, როდესაც რამე შეესაბამება, ან სპეციალისტები სამწუხაროდ მარტო თბილისში არის ახლა ხეირიანი ლაბორატორია, სადაც შეიძლება ამის გასინჯვა, მაგრამ რაღაცას უნდა გაისარჯოს და იმიტომ რომ ძალიან დიდი მატერიალური ღირებულებაა, როგორც მთლიანად საფუტკრე. ეხლა 100 ოჯახი, რამოდენიმე 1000 ლარის ღირებულების არის და ამის გარდა კიდე მეორე წელიწადს შემოსავალს კარგავს ძირითადს. ის 50,000 მეფუტკრე, რომელიც საქართველოშია, ჩვენ მეფუტკრეებს შეიძლება 3 გექტარი ყანა ქონდა, მაგრამ 50 ფუტკრის ოჯახიდან უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე იმ 1 ან 2 გექტარი ყანიდან სინამდვილეში და ისინი მეფუტკრეებს მივაკუთვნეთ. შეიძლება თვითონ ვერ ხვდებოდეს ამას, რომ იქიდან მეტი შემოსავალი აქვს და ფუტკარს 5 დღეს უთმობს და ყანაში ერთ თვე არის ჩამდგარი და თოხნით იკლავს თავს, მაგრამ სინამდვილეში ესია. მეფუტკრეებს ძალიან გამოადგებათ აი ეს უბრალო აღნიშვნა. ეს არის ჩვეულებრივი ფასების ქაღალდი, რომელთაც წებადი ის არის, ადვილად ეწეპება და ზედვე აწერის ამ შემთხვევაში თუ რა ხდება. ეს არის სანუკლეუს ესკა, რომელზედაც ეს აღნიშნა ნიშნავს, რომ დედები 17 წინათვეს, ესე იგი ივნისს მიმიცია. ფერების მიხედვით ეს ქაღალდები სხვადასხვა გამოდის, მწვანე, წითელი, ყვითელი და შეგიძლიათ სულ ყველა აღნიშნა. მე მაგალითად უდედობას ან რაიმე დიდ პრობლემას წითელით აღნიშნავ და საეჭვოს ყვითელი და ჩვეულებრივ მდგომარეობას მწვანეთ. იმის მიხედვით რომელ კუთხეში დააკრავ, იმასაც გეუბნება, რომ რა მდგომარეობაში, რამდენი ჩარჩო ფუტკარია დაახლოებით. ეს ძალიან აადვილებს. ახლა ძველი იმაში რეკომენდირებული იყო სპეციალურ რვეულში ჩანაწერი. ახლა წარმოიდგინეთ, აქ სულ უკანასკნელი 100-ზე მეტი ის არის და ეს რვეულში რო სულ ყველა ვიწერო, მაშინ ამას ნომერი უნდა კონდეს. ეს წვიმაში დინდგილიან ხელში ისე მოიქცევა ის რვეული მიცდია, რომ სრულიად გამოუსადეგარია და ვერაფერს ვერ წაიკითხავ და თანაც მეორეჯერ რომ მივხვალ, ახლა მე 5 საფუტკრე მაქვს, სხვადასხვა რვეული უნდა ატარო. ეს კიდე აქ თვალნათლივია და ყველაფერი მოჩანს. ის ვინც დედების გამოყვანით იქნება შემდგომში დაინტერესებული, შეიძლება იმათ დაინტერესოთ აი ეს სკა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი სკის ხელა არის, ეს არის 10 განყოფილებიანი, აქ თვითონ განყოფილებაში ეს არის პატარა ნუკლეუსი არის, რომელსაც დედები გამოყავს გასანაყოფიერებლად. აი აქ შეგვიძლია აი დედა უკვე განაყოფიერებული, აი აქ ცარიელი არის და უკვე ჩაბარტყული არის. ამ დედის ამოყვანა უკვე შეიძლება დანიშნა და მაშინ ჩასმა. აი ახლა იქეთა განყოფილებაშიც მოჩანს, რომ უკვე დედა არის, იმიტომ რომ ყვავილისტრიანი ფუტკარი დადის ზეთს. აი აქ უკვე კვერცხი არის დადებული, თუ ხედავთ, აი ირგვლივ თაფლი არის და აი აქ თაფლი არის და მრგვალად ეს კვერცხი არის. ეს ის სადედე ჯამია, რომელშიაც ეს დედა სანამ ის იყო დაბეჭდ მდგომარეობაში რომ მივეცით. როგორც ხედავთ, ეს ერთი პატარა ყუთი 10 პატარა ნუკლეუსისთვინ არის და ეს აიაფებს გამოყვანილ დედების რაოდენობას და თანაც იძლევა ახლა დღეს რო წვიმა იყო, ხანდახან აქ დასავლეთ საქართველოში კოკის პირველი წვიმა იცის და ეს კიდე სპეციალურად იმ დღეს უნდა იქნას ამოღებული. ამას შემიძლია
ჩაუკიდო ხელი, დიდი მძიმე ეს არ არის და წავიღო იქ გადახურულში, იქვე ამოვიყვან ამ დედებს და მე ისე იმ მდგომარეობაში, რომელიც იყო, დავაბრუნებ აქ. წვიმის დროს ის ფუტკარი ფაქტიურად არ ფრინავს და არ ატოვებს ბუდეს. და იქ ნახევარი საათი, რომელიც ამას ჭირდება, რომ დაცალო დედებისგან, ან იქვე მიცემს სადედებს და პრობლემა არ აქვს. ესე იგი გადახურული შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მე მგონი კიდევ თუ არ ვწდები ეს გადამთავარება. კი. ამ პერიოდში უნდა ხდებოდეს. ეხლა როგორც კი შეწყდება, თქვა ღალა და მალავი ესე ურჩევს, თუ უახლოეს 2 კვირაში ახალი ღალა იმ ადგილას მოსალოდნელი არ არის, მაშინ მეფუტკრეს იქ არაფერი არ ესაქმება და უნდა დაავლოს ხელი და ამთაბაროს. ყველა წამყვანი მეფუტკრეობის ქვეყნები მუდმივად ამთაბარებენ. ამერიკელ მეფუტკრეებს ესეთი ის აქვს. ყველაზე უკეთესი საკვები ფუტკრისთვის არის ბენზინიო. ჩრდილოეთი შტატი გადაყვანას გულისხმობ. ჩრდილოეთი შტატებიდან შემოდგომაზე სამხრეთი შტატებში გადაყავთ და ეს ხანდახან 3-4000 კილომეტრს მოიცავს, არც მეტი არც მაკლები. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს. საქართველოს სიგრძე-სიგანეში 500 კილომეტრს არ აღემატება და აქ რამოდენიმე სარტყელი არის, შეიძლება ითქვას. ველის პირობები თქვა დასავლეთში აპრილი და მაისი არის. შემდეგ ცოტა აი წინამთების აი თქვა წყალტუბო და ესეთი 500 მეტრის ზღვის დონიდან იქ შეიძლება გადამთაბარება და მერე უფრო მაღლა დაახლოებით 2000 მეტრი და შემდეგ ალპურ ზონაში. ივლის-აგვისტო მაგალითად ალპური ზონა 1500-დან 2000 კვადრატულ მეტრამდე. როგორც სამხრეთ საქართველოში, ისე გუდაურის მხარეს და ისე სრულიად გამოუყენებელი არის რაჭის აი შოვის და იქეთ იქ სათიბებია და აი მამისონის რომ არის რა ქვია გადასასვლელი იქ. სულ ყველა ხეირიანი მეფუტკრეობის ქვეყანა რაც შეიძლება ხშირად ამთაბარებს და პირდაპირ დაძდევენ სად არის ღალა. ხანდახან 2 კვირის გულისწინ მიყავს ფუტკარი და ეს ძალიან ამართლებს. შენ შემთხვევაში მეფუტკრეებს არიელისკები ხდებათ ხოლმე შემოდგომაში. კი, შემოდგომა ზამთრის პერიოდში ამას დაარქვეს ფუტკრის ოჯახის კოლაფსი. ეს ხანდახან იმდენად სწრაფად ხდება, რომ 2 კვირის წინ რო ფუტკარი იყოს სკაში და მიოსრულიად გაკვირვებული რჩება მეფუტკრე, რომ არიქა მიატოვა სკა. ჯერჯერობით ამის ზუსტი მიზეზი ვერ გამოინახა სამწუხაროდ. აბრალებდნენ გენმოდიფიცირებულ მასოვან კულტურებს და სიმინდს, აბრალებდნენ მაღალი ძაბვის ხაზებს, მობილურ ტელეფონებს, მაგრამ იმ ადგილას, სადაც მობილური ტელეფონები არ იყო, იქაც შეიძლება ეს რაღაც ახალი დაავადება არის. საქართველოში რამოდენიმე ცდა იყო სხვადასხვა წამლების გამოყენების და შედარებით შეიძლება ჩვენ ბოლომდე არ დაგვიმთავრებია ჯერ ეს ექსპერიმენტი, მაგრამ ვაროას საწინააღმდეგოდ ქმედით ღონისძიებებს თუ გაატარებთ და ასევე ანტიბიოტიკურ მკურნალობას ჩაუტარებთ თაფლის ამოღებისთანავე ივლის-აგვისტოში, სექტემბერ-ოქტომბერში უკვე გვიან არის. რამოდენიმე ათეულ საფუტკრეში ესეთი მკურნალობები ჩავატარეთ და საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ. ფაქტიურად 90-95% იყო გადარჩენა. იმ დროს როდესაც გვერდზე ახლო მდებარე საფუტკრეებში ხანდახან 100% იყო დაუღო თუ არა, უკეთეს შემთხვევაში 10% იყო გადარჩენილი. თქვენ რამდენი ოჯახი ყავთ, პატარა? მე დაახლოებით 300-მდე ფუტკრის ოჯახი მყავს. და ზოგადად რა საწარმოებთ? თაფლიც არის, მაგრამ სწორედ ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინებით დიდი მოთხოვნა არის ყვავილის მტვერზე, ფუტკრის ძეზე და დედა ფუტკარზე ძირითადად ამ პროდუქციაზე ვარ. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიანაც რო არ მინდოდეს, თაფლი მაინც იწარმოება თანამედროვე მეფუტკრეობაში. ასე რომ თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და დედა ფუტკრები. ახალი კორპუსების დამატება როდის ხდება? ახალი კორპუსების დამატება დაბლობ ზონაში უფრო ადრე ხდება. უკვე კარგად მოვლილ ფუტკრის ოჯახები აპრილის დასაწყისში უკვე უნდა იმატებდნენ ახალ კორპუსს. და მთაში მთიან ზონაში ცოტა უფრო გვიან. ეხლა ადრე გაზაფხულზე ყოველთვის ჯობია რომ წინსწრებით იყოს სკები გაფართოებული, რომ სანაყრეთ არ გაგვექცეს ფუტკარი. და ამავე დროს უნდა დაიტვირთოს ადრე გაზაფხულზე რაც შეიძლება მეტი საშენებელი ჩარჩოებით. აი ახალი ჩარჩოების შენება ართმევს ენერგიას, რომელიც ნაყრობისთვის ინახავს ფუტკარი და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი აშენებინოთ ეს ერთი და რაც შეიძლება დროზე გააფართოვოთ. როგორც კი უკვე დღე კლებას იწყებს 22 ივნისს
იმისის მერე. ფუტკრის ოჯახის რაოდენობას უკვე კლებას იწყებს. მერე მატება ძალიან ძნელია ხოლმე. ასე რომ 6-7 თვე დაახლოებით 10-11 ჩარჩოს დონეზე არის ფუტკარი ბიოლოგიურად და შემდეგ ადრე გაზაფხულზე ძალიან სწრაფად იწყებს მატებას. ფუტკარს წარმოუდგენლად წერია და წარმოუდგენლად დიდი ზრდის კოეფიციენტი აქვს. ამიტომ ყოველთვის წინსწრებით უნდა იყოს გაფართოებული ადრე გაზაფხულზე. სამრეწველო მეფუტკრეობა, რომელიც არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების, თქვათ, კანადის, არგენტინის, ჩინეთის, სულ ყველა ისინი ძირითადად 10 ან 8 ჩარჩოიანი და ესეც ზევით გასაფართოებელს კებს ამჯობინებენ. აი ახლა ჩვენი წეგან თაფლი ამოვიღეთ. გაცილებით მარტივი არის, იმიტომ რომ ფუტკარს ინსტინქტი აქვს, რომ ეს თაფლი გააქანოს და ზევით დაალაგოს. თქვენ რო წოლილას კას აიღებთ, იქ სულ ყველა 24-ვე ჩარჩო იქნება თაფლი და ძირს ექნება ამოდენა ბარტყი. ყოველ შემთხვევაში 6-10 ჩარჩოზე. ზევით 3 კილო თაფლია, იმას ვერ ამოიღებთ. ანი ბარტყიანი უნდა დახოცოთ ის ბარტყი. აქ კიდე ესე იგი ერთი წამი არ ვიფიქრია თელი რამოდენიმე თქვათ 8-10 ჩარჩო ერთი მოქნევით შეგიძლია დაიქნიოთ, გამოყაროთ იქიდან ფუტკარი და იქ ბარტყი არ იქნება. და ესე შეგიძლიათ რამოდენიმე კორპუსი. აი ამ წოლილას კებში ამას ვერასდროს ვერ გააკეთებთ. როგორც ვიცი, ფუტკრის რძეს სიცოცხლის ელექსის ეძახიან. კი, ძალიან რატო დაიმსახურა ეს სახელი? ამჟამად ითვლება, რომ ნომერი პირველი ეს ჩემი ბიძაშვილი გახლავთ, რომელიც რძის აღებით არის ამჟამად დაკავებული. ამჟამად ითვლება, რომ ფუტკრის რძე ნომერი პირველი ბიოსტიმულატორი არის. ამას გამოიყენებენ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის, ვისაც წნევა არასტაბილური აქვთ, სიცხლის გათეთრების დროს, სპორტსმენები, რომლებიც დიდი ფიზიკურ დატვირთვას განიცდიან, მახსოვრობისთვის, გაფანტული სკლეროზის, ალცჰეიმერის დაავადების დროსაც კი დადებით შედეგებს იძლევა და პარკინსონის იმეებისთვის, ჰეპატიტების დროს. და როგორც ვიცი, უკუჩვენებაც არ აქვს. და ფაქტიურად უკუჩვენება არ აქვს. აი სპორტსმენებისთვის მაგალითად გამოიყენება და არ ითვლება ეს დოპინგად, არა და ნამდვილად ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს აი გამძლეობის უნარს წყალში ჩაყრილი ვირთხების ზომავდნენ რძის მიღებამდე და რძის მიღების შემდეგ. 20 დღის 25 დღიანი მიღების შემდეგ თითქმის 50%-ით გაიზარდა წინააღმდეგობის უნარი. ეს ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, რიცხვია თქვენს თანხმებით. როგორ ხდება მისი აღება? აი ფუტკრის რძის აღება სხვა მეფუტკრეებისთვის ძალიან საინტერესოა და ეხლა წავიდეთ ამ პროცესის სანახევლად. ჯერ ერთი მოთხოვნა ბაზარზე დიდია და სრულად ვერ კმაყოფილდება ამის გამო. მეორე საერთოდ ერთი სკიდან რომ მაგალითად აიღოთ ფუტკრის რძეს, სულ 10-15 ლარის დანახარჯები არის ამისთვის საჭირო. ეს არის სკიდან ამოღებული დამყნობილი ფუმფლები და ეს რომლებიც წამოშენებულია, სულ ყველაში უკვე ფუმფლი და რძე არის. ეს სადედე ჯამები არის და მხოლოდ სადედე ფუმფლს აძლევს ფუტკარი აი ამ რძეს. ერთადერთი პროდუქტი არის ფუტკრის რძე, რომელშიაც ეგრეთ წოდებული იუვენალური გორმონი შედის. ეს იუვენალური გორმონი არის გამაახალგაზრდებელი გორმონი. არც ერთ სხვა დედამიწაზე არსებულ არც მცენარეში და არც ცხოველური წარმოშობის პროდუქტში ეს გორმონი აღმოჩენილი ჯერჯერობით არ არის. აი ამ გორმონს უმადლიან სწორედ რომ დედა ფუტკარი ძალიან დიდხანს ცოცხლობს ჩვეულებრივ ფუტკართან შედარებით. ამ დროს ესენი სულ ყველა ერთი იმიდან არიან ან ნენელა მე მგონი რაღაცას ისწავლეთ. თქვენც ისწავლეთ და სხვა მეფუტკრეებმაც უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ამეთი მნიშვნელოვნად იზრდება მეფუტკრის შემოსავალი და თან კიდე პლუსად მოსახლეობისთვისაც კარგი საქმე კეთდება. საინტერესო ადამიანმა რამდენი გრამი უნდა მიიღოს? ღიურ ნორმად ითვლება 9 გრამი, 0,5 გრამი, მაგრამ სპორტსმენებს, რომლებსაც გადიდებული დატვირთვა აქვს, ჩვეულებრივად აძლევენ 1-1,5 გრამამდე შეჯიბრების წინ. სხვადასხვა ეს არ ითვლება დოპინგად. ფუტკრის რძე არც ისე ძვირი ღირს, დაახლოებით 2-2,5 ლარია ხოლმე. აი ეს ისენი რა ქვია, ჭიები. აი ეს ხო ჭიასავით არის, მაგრამ ამას ქართულში ჭია არის, რომელიც მიწაში არის. მატლი არის, რომელიც ხეში არის და აი ამას აპოლონწულაძის მიხედვით ქვია ფუმფლი და ჩვენც ესე შეუნარჩუნოთ ეს სახელი ღვთისმშობლობით გვაქვს. როგორც მაგალითად დინგელი. როგორც დინგელი კი თელმშობლიო პროპოლისის ძახის და ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლობით ეს
სახელი. მე როგორც ვიცი, იაპონიაში სავალდებულოც კი არის მიღება. პირველ კლასელი ბავშვებისთვის სავალდებულო არის. და შემდეგ სხვადასხვა აი ამ ფუტკრის წყალობით იაპონია ამჟამად გასული არის მსოფლიოში პირველ ადგილზე დიდ სახელმწიფოებს, ვიტყვით ინდუსტრიულ სახელმწიფოებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობით. არადა იაპონიამ ფუტკრის ძის მიღება დაიწყო ომის შემდეგ, 45 წლის შემდეგ. ჰიროსიმა ნაგასაკის აღმოჩნდა, რომ ეს აი ამ სხიურ დაავადებებს და იმას შველის დადებითად და ამჟამად იაპონია 300 ტონამდე ავიდა. თითქმის მთელი ჩინეთის და ტაივანის მეფუტკრეები ამჟამად მუშაობენ იაპონიისთვის ფუტკრის ძის წარმოებაზე. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ რამდენი უნდა ვაწარმოოთ, რომ კლიენტი ბაზარი მოვიწოდოთ? ჩვენ რო იაპონიას გავუტოლდეთ, უნდა მოვაწარმოოთ 8 ტონა დაახლოებით ნაანგარიშები მაქვს და ამ დროს 300 კილო იყო შარშან, ასე რომ ფაქტიურად 20 ჯერ უნდა გავზარდოთ. ესე იგი ამის შესაძლებლობა არსებობს. ამის შესაძლებლობა არსებობს. ღვთისმშობლობით ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ არა მარტო რეკლამის არამედ თვითონაც დარწმუნდა ხალხი, რომ ფუტკრის ძის ხმარების შემდეგ ძალიან მკვეთრი გაუმჯობესება შეეწყო როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისე გონებრივი, ფიზიკურად ხალისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარი, სამუშაოს შესრულების უნარი ძალიან მოემატა. აი ეს არის ფუტკრის რძე, რომელიც თავისი შეფერილობით ძალიან გავს მაწონით და არაჟანის მსგავსი. თუ გასინჯავთ ამ ძეს, ეს ოდნავ მომჟავო გემოსი და ცოტა ხანდახან სიცხარეც დაკრავს შიგ. მე ფუტკრი, რომელიც დაიწყებს, ჯერ არ დაუწყია ფუტკრის ძის მიღება და დაიწყოს ეს საქმიანობა. თქვენ მოეხმარებით ასოციაციამ ის რეალიზაციაში? ჩვენი ასოციაცია აკავშირებს იმ ხალხს, რომლებიც ასე ვთქვათ, ყიდულობენ ბითუმად ამ რძეს და შემდეგ ავრცელებენ თან რეკლამას უკეთებენ და ავრცელებენ მოსახლეობაში. თან რაც თავარი ის თაფლი შეიძლება კი აიღო, მაგრამ წლის განმავლობაში მთელი წელი გაგიძელდეს და ვერ გაყიდოდა. აქ კიდე აღებული რძე ფაქტიურად აი ახლა გაზაფხულის მერე დეფიციტი იყო და ამიტომ ფაქტიურად როგორც კი იღებენ მეფუტკრეები, იქვე შეიძლება ითქვას, რომ ეყიდებათ. აი მარაგი თითქმის არ არის, მაგრამ უახლოეს 2-3 თვეში ან შემოდგომისთვის უკვე იქნება წლის მარაგი. ეხლა ჩვენ უნდა დავამყნოთ აი ამ უკვე ამოღებული რძის ჯამებში არავით არის სიძნელე და შეიძლება ითქვას მატერიალური დიდი დანახარჯები ამ პროცესში ფაქტიურად არ არის. აი ამას ჩავდებთ ახლა განემანის ცხრილით გაყოფილ იმ განყოფილებაში, რომელიც უდედოა. 3 დღის მერე უკვე ამოვიღებთ და რძის აღების პროცედურას ისევე გავიმეორებთ. აქ დიდი ძნელი და სასწავლებელი არაფერი არ არის. 12-15 წლის ბავშვები ჩვენივრად ითვისებენ ხოლმე ამას და ძალიან კარგად ახორციელებენ. ფასები საკმაოდ მაღალი არის, დაახლოებით 30-40 ლარი არის დინდგილზე. ამ დროს ქართული ფუტკარი ძალიან დიდი რაოდენობით დინდგელს აგროვებს. ეს 250 ლარი 1 კილოგრამი. 1 კილოგრამი და ჩვეულებრივი სკიდანაც კი შესაძლებელია დაახლოებით 150-250 გრამი დინდგილი აიღოთ ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ყვავილის მტვერის შემთხვევაში? ყვავილის მტვერის შემთხვევაში ერთი სკიდან დღეში დაახლოებით 50 გრამი ყვავილის მტვრის აღებაა მინიმუმ შესაძლებელი და კარგი სკები, რომლებიც ადრე გაზაფხულზე 150 გრამ ყვავილის მტვერსაც კი გვადლებდნენ ხანდახან. 1 კილოგრამი რაღაც ყვავილის მტვერი. 1 კილოგრამი ყვავილის მტვერის ფასი დაახლოებით 50-60 ლარია, მაგრამ ზამთრის პირობებში, როდესაც იმაშვება, ფასი მატულობს. ჭეოს შემთხვევაში? როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ჩვენთან დანადგარები არ არის და ჭეოს ხელით არჩევენ და 200 ლარამდე ადის 1 კილოგრამი გამომშრალი ჭეოს ფასი. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს მეფუტკრეობა ზოგადად, თუმცა ბევრს დრო არ აქვს, არ სალია. და ამე ალტერნატიული საშუალება არსებობს?
უკვე 2 წელიწადია არსებობს სააქციო საზოგადოება, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ ხანდახან არის ისეთი შემთხვევა, რომ თვითონ აღარცალია ვერვulis ფუტკრის ოჯახებს შეიტანოთ ეს ფუტკრის ოჯახი, ან იყიდოთ ფუტკრის ოჯახი, ან შესაბამისი თანხა ერთი ფუტკრის ოჯახის საყიდელი შეიტანოთ ეს თანხა და წლის ბოლოს თქვენ მოგეცემათ რაც ერთი ფუტკრის ოჯახიდან მიღებული, გნებავთ თაფლი, გნებავთ ფუტკრის ძე, გინდა გნებავთ ყვავილის ტვერი, ამას ისინი ყველაფერს აწარმოებენ. იქ არიან ძალიან კარგი სპეციალისტები, ეს თქვენი ნაყიდის კა, თქვენი დივიდენდი არის, ასე ვთქვათ, და მუდმივად გენახებათ მეორე წელსაც და მესამე წელსაც და ისევე გრძელდება ამისგან შემოსავლის მიღება. შესაძლებელია რომ ყოველ წელი და თქვათ 4-5 ოჯახი რო თქვათ იყიდოთ და შეიტანოთ, სრულიად საკმარისია ის პროდუქცია ერთი პატარა საშუალო ოჯახის თაფლით და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებით დასკმაყოფილება. თანაც იქ არჩევაზეა, თქვენ შეგიძლიათ გნებავთ ყვავილის ტვერი მეტი გაიტანოთ, ან თაფლი მეტი გაიტანოთ, ან პირიქით ფუტკრისზე რომელიც გინდათ, იმათ ერთიც აქვს, მეორეც და მესამეც და ყველა პროდუქცია საწარმოებენ მეფუტკრეობისას. ზოგადად ბატონო თემურ ამ დარგს პრობლემები აქვს. ყველაზე უფრო დიდი პრობლემა არის თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობის უცოდინარობა. მეფუტკრეები ისევ იმ მეთოდებით მუშაობენ და აზროვნებენ, რაც მათი ბაბუები და უკეთეს შემთხვევაში მამები. აი ამ თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობას სულ სხვა მოთხოვნები აქვს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს. ეხლა 1 და 2 ძროხას არავინ არ წველის საზღვარგარეთ ფერმაში, არა? ასევე არის ზუსტად აქ მეფუტკრეობაში. ჩვენ 50 ფუტკრის ოჯახის მოვლა, ჩვენ მეფუტკრეს ისი ამაყად მიაჩნია, რომ აი 50-დან 100 ფუტკრის ოჯახი მყავსო და ამ დროს გნებავთ ევროპაში 800-1000 ოჯახი ითვლება ერთი მეფუტკრისთვის აუცილებელ ნორმად. ისე, როგორც იქ ამბობენ, ოჯახს ვერ შეინახავს. და საინტერესო ამ ცოდნის მიღება სად არის შესაძლებელი? ამ ცოდნის მიღება ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე სემინარებს ვატარებთ ჩვენ ასოციაციაში, ცალკე კურსებიც გვაქვს გახსნილი გადამზადების, ასე ვთქვათ, თანამედროვე მეფუტკრეობის ცოდნაზე და არა მარტო თეორიულად და ოთახში, არამედ პრაქტიკულადაც, იმიტომ რომ რასაც კაცი თვითონ გააკეთებს და ნახავს პრაქტიკულად, რომ ეს მართლა შესაძლებელია, რომ 500 და 800 ოჯახს მოუაროს ერთმა ადამიანმა და თავისით რომ ნახავს, ეს გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე კინოში ნანახი და ან ისე გაგონილი, რომ აი 1000 ფუტკრის ოჯახს უვლიან ამერიკაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოს პირობებში და გვყავს ღვთისმსხალობით ესეთი მეფუტკრეები, რომლებსაც ყავთ. შეუძლია იმათთან გავაგზავნოთ და თანამედროვე მეფუტკრეობაზე პრაქტიკა გავატაროთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის და წარმატებებს გისურვებთ. კარგად, მეფუტკრეობა კიდევ უფრო განვითარდება საქართველოში.